CNN-ის ცნობით შეერთებულმა შტატებმა მიიღო ახალი სადაზვერვო მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტზე დარტყმებისთვის ემზადება. რამდენიმე ამერიკელმა მოხელემ, რომლებიც იცნობენ ბოლოდროინდელ სადაზვერვო მონაცემებს, ტელეკომპანიას განუცხადეს, რომ ისრაელის მხრიდან შეტევისთვის მზადება მიმდინარეობს, იმის მიუხედავადაც კი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია თეირანიდან დიპლომატიური შეთანხმების მიღწევას ცდილობს. ასეთი თავხედური ნაბიჯი პრეზიდენტ ტრამპთან ურთიერთობის მკვეთრ გაუარესებას გამოიწვევს, აცხადებენ ამერიკელი მოხელეები. ამასთანავე დარტყმა შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში უფრო მასშტაბური რეგიონული კონფლიქტის დასაწყისად იქცეს, რის თავიდან არიდებასაც შეერთებული შტატები 2023 წლიდან ღაზაში ომის დაწყების შემდეგ ცდილობს. ოფიციალური პირების ცნობით, გაურკვეველია მიიღეს თუ არა ისრაელელმა ლიდერებმა საბოლოო გადაწყვეტილება. ასევე ამერიკის მთავრობაში სერიოზული უთანხმოებაა იმის ალბათობაზე, რომ საბოლოოდ ისრაელი ამოქმედდება. განახორციელებს თუ არა დარტყმას ისრაელი და თუ კი, როგორც ჩანს, დამოუკიდებელი იქნება იმაზე, თუ რას ფიქრობს ის ვაშინგტონის თეირანთან მოლაპარაკებაზე ბირთვული პროგრამის შესახებ. კიდევ ერთი წყაროს ცნობით, რომელიც ინფორმირებულია ამ საკითხზე, ამერიკული დაზვერვის მონაცემებით იმის ალბათობა, რომ ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტზე შეტევას მიიტანს, ბოლო თვეების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ხოლო ტრამპის ეგიდით ირანს და ვაშინგტონს შორის შეთანხმების პერსპექტივა, რაც არ ითვალისწინებს მთელი ირანული ურანის ამოღებას, დარტყმის ალბათობას კიდევ უფრო ზრდის. განგაში დაკავშირებულია არამხოლოდ ისრაელელი მოხელეების საჯარო და კერძო შეტყობინებებთან, რომ ისინი მსგავს ნაბიჯს განიხილავენ, არამედ დაზვერვის მიერ მოპოვებული ისრაელურ შეტყობინებებთან და ისრაელის სამხედრო გადაადგილებებზე დაკვირვებასთან, რაც შესაძლოა გულისხმობდეს გარდაუვალ დარტყმას, იუწყებიან დაზვერვასთან დაკავშირებული მრავალრიცხოვანი წყაროები. ბილ გეიტსმა ილონ მასკი ღარიბი ბავშვების მკვლელობაში დაადანაშაულა USAID-ის დახურვით. მასკმა უპასუხა, რომ ბილ გეიტს არ აქვს უფლება ილაპარაკოს ბავშვების კეთილდღეობაზე, რადგან ხშირად სტუმრობდა ჯეფრი ეპშტეინს. ბილ გეიტს თავი ვინ გონია, რომ ბავშვების კეთილდღეობაზე კომენტარს აკეთებს, მაშინ როცა ხშირად სტუმრობდა ჯეფრი ეპშტეინს, თქვა მასკმა. ფინანსის ჯეფრი ეპშტეინს არასრულწლოვნების სექსუალური ტრაფიკინგისთვის ბრალი 2019 წელს აუყენეს. დაპატიმრების შემდეგ მან ნიუ-იორკის ციხეში თავი მოიკლა. მასკის თქმით, ბილ გეიტსმა უნდა წარმოადგინოს იმის მტკიცებულებები, რომ USAID-ში შემცირებები მილიონობით ადამიანის სიცოცხლის ფასად დაუჯდა. სხვა შემთხვევაში ის ტყუის. ეს არის ტყუილი. ჩვენ ბევრჯერ მივმართეთ USAID-ს და სხვა ორგანიზაციებს, რომლებსაც ისინი ამბობდნენ, რომ სხვადასხვა დაავადებების აღმოფხვრას ეხმარებოდნენ. შემდეგ, როდესაც მოვთხოვეთ ამის მტკიცებულებები და ვთხოვეთ დავეკავშირებინეთ ბავშვების ჯგუფთან ან მათ მოვლელებთან, რომ დავლაპარაკებოდით მათ და კიდევ გაგვეკო მათი პრობლემები, ჩვენ პასუხად ვერაფერი მივიღეთ. და იცით რატომ? იმიტომ რომ ესაა უზარმაზარი თაღლითობა და მეკრთამეობა, განაცხადა მასკმა. ნიუ-იორკ ტაიმსი წერს, რომ ტრამპთან სატელეფონო საუბარში ვლადიმერ პუტინმა დიპლომატიური გამარჯვება მოიპოვა. გამოცემა აღნიშნავს, რომ კრემლმა გაუძლო ზეწოლას, როდესაც მას თხოვდნენ ცეცხლის სასწრაფო შეწყვეტას, როგორც წინასწარ პირობას მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტის მცდელობა დაარეგულიროს ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან ჯერჯერობით ბუნდოვანია. 2022 წლიდან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სურდა საკუთარ პირობებზე დაესრულებინა უკრაინის ომი. ბოლო კვირეებში რთული დიპლომატიური მანევრირებისას რუსეთის ლიდერმა შეძლო მოლაპარაკებებში საკუთარი მიდგომის დაცვა ყოვლისმომცველ სამშვიდობო შეთანხმებაზე და ის განაგრძობს ომს უკრაინაში, რომელიც მისი აზრით მის სასარგებლოდ მიმდინარეობს. მისი ხისტი პოზიცია უპირისპირდებოდა ზეწოლას უკრაინის, ევროკავშირის და ბოლო დრომდე შეერთებული შტატების მხრიდან, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებამდე ცეცხლის სასწრაფოდ შეწყვეტას ითხოვდნენ. ორშაბათს პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ ის მიესალმება პირდაპირ მოლაპარაკებებს რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტისა და კიდევ უფრო ფართო შეთანხმების შესახებ ომის შეწყვეტაზე. ამით ტრამპმა დაარღვია დაპირება, რომ ომს სასწრაფოდ დაასრულებდა. მაგრამ პუტინის დიპლომატიურმა გამარჯვებამ შესაძლოა ჩაშალოს მისი უფრო ფართო ეკონომიკური მიზნების შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დარეგულირებაზე.
პუტინთან საუბრის შემდეგ ტრამპმა აღნიშნა, რომ ამერიკის და რუსეთის ეკონომიკური დაახლოება მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინაში მშვიდობა დამყარდება და არა მანამდე. პუტინის გადაწყვეტილება უკრაინის კაპიტულაცია ამჯობინოს ეკონომიკურ სარგებელს, როგორც ჩანს, ნაკარნახევია იმის რწმენით, რომ დრომის მხარესაა. რუსეთის ბიუჯეტის შემოსავლები მთავარი წყაროს ნავთობის ფასი დასტაბილურდა და არის დაახლოებით $65 ბარელზე. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ტრამპის მიერ აპრილში გლობალური ტარიფების გამოცხადების შემდეგ იყო ფასების რამდენიმე დღიანი მკვეთრი ვარდნა. პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთს ახალი დასავლური სანქციების არ ეშინია, რადგან კრემლმა ისწავლა სანქციების პირობებში ცხოვრება. ევროკავშირის სანქციების ბოლო სერია შეფასდა როგორც სუსტი, მაშინ როცა ტრამპმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება თავი შეიკავოს ახალი სანქციების დაწესებისგან, მოლაპარაკებებში შესაძლო პროგრესის იმედით. იმავდროულად უკრაინაში ფრონტის ხაზზე რუსეთის წინსვლა ამ თვეში დაჩქარდა, რაც იმის ვარაუდს აჩენს, რომ რუსეთის ფედერაციის ძალების შესაძლოა მორიგი ფართომასშტაბიანი საზაფხულო შეტევისთვის ემზადებიან, წერს სტატიის ავტორი. ამერიკელი ისტორიკოსი სკოტ ჰორტონი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი 2014 წელს ამერიკის დაზვერვამ გააჩაღა, ასევე ააშენა 14 საიდუმლო ბაზა პირდაპირ რუსეთ-უკრაინას საზღვრის გასწვრივ და მთელი ამ ხნის განმავლობაში ომს აწარმოებდა. ომი აღმოსავლეთში მართლაც დაიწყო, რადგან ახალ რეჟიმს კიევში და ობამას მთავრობას ძალიან მწვავე რეაქცია ჰქონდათ ყირიმის დაკარგვაზე. მათ ეშინოდათ, რომ სრულიად დაკარგავდნენ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილს, ამიტომ დაიწყეს ომი. შემდეგ ჩართეს მასში ნაცისტი მებრძოლები, რომლებმაც ხელი შეუწყეს 2014 წლის თებერვალში მთავრობის დამხობას. შემდეგ კი შექმნეს ბატალიონის სახელად აზოვი, რომელიც სათავეში უნდა ჩადგომოდა ამბოხებულებთან ბრძოლას, ვიდრე არმია ძალას მოიკრებდა და ომს დაიწყებდა და ეს იყო საშინელი ომი, ვიდრე მათ ხელი არ მოაწერეს რამდენიმე სამშვიდობო შეთანხმებას, მინსკ 1-ს და მინსკ 2-ს, რომლებსაც ომი უნდა დაესრულებინათ, მაგრამ პრობლემა ვერ გადაწყდა, რადგან ჯერ ობამას შემდეგი ტრამპის მთავრობა არ ერეოდნენ უკრაინელების საქმეში და არ აწარმოებდნენ ასრულებდნენ თუ არა ისინი სამშვიდობო შეთანხმებას. იგულისხმებოდა, რომ შეთანხმება შედგებოდა და ამერიკა არასოდეს აიძულებდა უკრაინელებს, რომ მათ შეთანხმების საკუთარი წილი შეესრულებინათ. ჩვენ ვიცით ასევე, რომ ომი გააჩაღა ამერიკის დაზვერვის სააგენტომ და მანვე ააშენა 14 საიდუმლო ბაზა უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის უშუალოდ უკრაინა-რუსეთის საზღვრის გასწვრივ და მთელი ამ ხნის განმავლობაში ომს აწარმოებდა. იმ დროს ისინი ამის შესახებ ტყუოდნენ, ახლა კი აღიარებენ, რომ ეს სიმართლეა, განაცხადა სკოტ ჰორტონმა. გერმანული გამოცემა ბილდის ცნობით გერმანიის ახალ კანცლერს ტრამპმა შოკი მოჰგვარა, როცა მკვეთრად შეცვალა პოზიცია რუსეთთან მიმართებით. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებაზე. ესაა რუსეთთან მიმართებით პოლიტიკის 180 გრადუსით შეცვლა. ასეთია ორშაბათის სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპსა და პუტინს შორის. ახლა ვაშინგტონი კმაყოფილია იმით, რომ მოსკოვი მზადაა მოლაპარაკებები აწარმოოს კიევთან და ეს იმის მიუხედავად, რომ პუტინი განაგრძობს უკრაინის დაბომბვას, წერს გერმანული ბილდი. ტრამპის პოზიციის ცვლილებები კანცლერ ფრიდრიხ მერცს არ გაუმართლა. გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელს, როგორც ჩანს, ტრამპის მხარდაჭერის იმედი ჰქონდა, როდესაც რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა და სანქციებით დაემუქრა. მაგრამ ახლა მერცი და ევროპული მთავრობის სხვა მეთაურები ამერიკის პრეზიდენტის მხარდაჭერის გარეშე დარჩნენ. მთავრობის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მერცი მოელაპარაკა ევროპელ პარტნიორებს რუსულ მხარეზე ზეწოლის გაძლიერებაზე სანქციების საშუალებით. საქმე ისაა, რომ ორშაბათს ამოქმედებული სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ მერცის ულტიმატუმამდე დიდი ხნით ადრე მომზადდა. უცნობია მიიღებს თუ არა ევროკავშირი კიდევ ერთ პაკეტს. უნგრეთის პრორუსულმა მთავრობამ შესაძლოა ახალი მკაცრი სანქციები დაბლოკოს. მაგალითად ადრე რუსეთის გაზის სექტორზე ზემოქმედების მცდელობები ჩავარდა. თუკი მერცის, მაკრონის და სხვა სახელმწიფოების მეთაურების განცხადებების შედეგი არ მოხვება, ევროპა დობის დაკარგვით რისკავს და ეს ახალარჩეული კანცლერის პირველი საგარეო პოლიტიკური სირცხვილია, წერს სტატიის ავტორი.
ვაშინგტონში შეერთებულ შტატებში ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს. ინფორმაციას ტელეკომპანია CBS News-მა სამართალდამცავ ორგანოებში წყაროზე დაყრდნობით გაავრცელეს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მომხდარ საფუძვლად უდევს ანტისემიტიზმი. ეს საშინელი მკვლელობები ვაშინგტონში, რომლებიც როგორც ჩანს ანტისემიტიზმის საფუძველზე მოხდა, სასწრაფოდ უნდა შეწყდეს. შეერთებულ შტატებში ზიზღის და რადიკალიზმის ადგილი არ არის. უსამძიმრებს მსხვერპლთა ოჯახებს, როგორი სამწუხაროა, რომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს, ღმერთმა დაგლოცოთ ყველა. ამერიკაში ისრაელელი დიპლომატების მკვლელობის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისრაელურ დიპლომატიურ მისიებში უსაფრთხოების ზომების გამკაცრების ბრძანება გასცა. რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უარი უთხრა პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატ ჯორჯ სიმონის შუამდგომლობაზე, გაეუქმებინა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. სარჩელი პარტია ალიანსი რუმინელთა გაერთიანებისთვის ლიდერმა წარადგინა, რომელიც ამტკიცებს, რომ მაისში ჩატარებული არჩევნები გაყალბდა და რომ მასში უცხო სახელმწიფოები ჩაერივნენ. სიმიონმა არჩევნების მეორე ტურში ხმათა 46.4% მიიღო. პირველ ადგილზე ხმათა 53.6%-ით გავიდა ბუქარესტის ყოფილი მერი ნიკო რუჟდანი. პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ჯორჯ სიმონმა სასამართლოს უარი გააეუქმებინა არჩევნების შედეგები რუმინეთში სახელმწიფო გადატრიალების გაგრძელებად შეაფასა. საკონსტიტუციო სასამართლომ განაგრძო სახელმწიფო გადატრიალება, როდესაც ჩვენ უარი გვითხრა აპელაციაზე. ერთადერთი რაც ჩვენ გვრჩება, ესაა ბრძოლის გაგრძელება, განაცხადა პოლიტიკოსმა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ სირიაში გარდამავალი ხელისუფლების წევრებს გამოძიების ფედერალური ბიუროს შემოწმება არ გაუვლიათ. მისი თქმით, ქვეყნის გარდამავალ მთავრობას შესაძლოა სულ რაღაც რამდენიმე კვირა აშორებს პოტენციურ მარცხთან და ეპიკური მასშტაბის სამოქალაქო ომთან. თუკი რეგიონის ისტორიაში შევხედავთ, თუკი სირია არასტაბილურადაა, მაშინ მთელი რეგიონი კარგავს სტაბილურობას და ეს ნამდვილად იქცა სიმართლეთ მას შემდეგ, რაც არაბულ გაზაფხულს ასადის წინააღმდეგ აჯანყება მოყვა. ამას მართლაც მოყვა დესტაბილიზაცია მთელ რეგიონში. შემდეგ კი ამან სირია ჰიდაჯისტურ ჯგუფებისთვის, მათ შორის ისლამური სახელმწიფოს და სხვებისთვის თამაშის მოედნად აქცია, რომლებმაც გამოიყენეს ის ოპერაციების და საკუთარი პარტნიორების დესტაბილიზაციისთვის. და ეს ჩემი აზრია, რაც განვიხილე კიდევ ბევრ თქვენთაგანთან ინდივიდუალურად, რომ ცუდი ახალი ამბავია ის, რომ გარდამავალ მთავრობაში არსებულმა პირებმა გამოძიების ფედერალური ბიუროს შემოწმება ვერ გაიარეს. გასაგებია და გვესმის მართლაც, რომ მათ რთული წარსული აქვთ, მაგრამ მეორე მხრივ, თუკი ჩვენ მათთან ვიურთიერთებთ, შეიძლება რაღაც გამოვიდეს, მაგრამ შეიძლება არც გამოვიდეს. თუკი ჩვენ მათთან ურთიერთობა არ გვექნება, გარანტირებულად არ გამოვა არაფერი. ფაქტობრივად ჩვენი შეფასებით გარდამავალ მთავრობას იმ პრობლემის გათვალისწინებით, რომლის წინაშეც ის არის, შესაძლოა პოტენციურ მარცხთან და ეპიკურ მასშტაბურ სამოქალაქოთან ომთან სულ რაღაც რამდენიმე კვირა და არც თვე აშორებდეს, თქვა რუბიო.